რეჟიმის რეპრესიები ჭიათურაში და უყურადღებო დარჩენილი ასობით ოჯახი. დაკავებული 4 მაღაროელიდან 2-მა შიმშილობა დაიწყო. დაკავებულები ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფებიან. ისინი ადვოკატმა უკვე მოინახულა. ძალოვანი უწყება ამტკიცებს, რომ პროტესტის მონაწილეები მაღაროს დირექტორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. წარდგენილი ბრალი 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ. თანამოაზრეებს კი ბრძოლისკენ მოუწოდებენ. თამარ დემეტრაშვილი უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს თემის დეტალებით. თამარ გისმენთ. არ გახადოთ ჩვენი გათავისუფლება ვაჭრობის საგნად. ასეთი გზავნილი აქვთ დაპატიმრებულ მაღაროელებს თანამებრძოლების მიმართ. 2-მა დაკავებულმა მერაბ სარალიძემ და გიორგი ნეფარიძემ შიმშილობა გამოაცხადეს. მოშიმშილებთა მოთხოვნაა, რომ ხელისუფლების პირველი პირები შეხვდნენ ჭიათურელებს და მათი პრობლემები თავად მოისმინონ შუამავლების და კომპანიის გარეშე. დაკავებულ 4 მაღაროელს, რომლებიც ქუთაისის იზოლატორში მყოფებიან, ოფიციალურად ბრალი ძალიან მალე 1 საათში უნდა წარუდგინონ. ჭიათურაში კი დაპატიმრებულთა მხარდასაჭერად ისევ იკრიბებიან მოქალაქეები, ამბობენ, რომ მიმდინარეობს ზეწოლა თანამშრომლებზე, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას კომპანიასთან და დათანხმდნენ მათთვის მიუღებელ პირობას. ამ წუთებში კი დაძაბულობა ერთ-ერთ მაღაროსთან, სადაც ინსპექტირებას აპირებს კომპანია. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ადგილი აქვს შელაპარაკებას მაღაროელებთან, რომლებიც ამ პროცესზე წინააღმდეგებიან. სამსახურში ჩვენ გჭირდება ჩვენი უფლებები. ღირსეული სამსახური გვინდა და არა მონური სამსახური. გვაქვს ინფორმაციები როგორ ჩუმად. სოფლის გამგებლები აღარ აკმარეს. ეხლა კოორდინატორები დაამატეს. რო გავლენები, შეშინებები, გარიგებები, ათასნაირი შეთავაზებები. ხალხო მთელი მანქანა გვებრძვის, სხვადასხვა უწყების. ნუ დაიყოფით, ნუ შეგეშინდებათ, ნუ დაიქსაქსებით. შიმშილობა დაიწყეს იმისთვის შესრულდეს ის მოთხოვნები. საერთო სახელმწიფო დაელაპარაკოს მხოლოდ შრომელ ხალხს. ეს არის მათი შიმშილობის დაწყების მიზეზი და არა ის, რომ გარეთ გაგვიშვით და დაგვანთავისუფლეთ. ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ ყველა და ეს საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. დაკავებულების საპატიმროში გუშინ მოინახულეს ადვოკატებმა მათ უფლებებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს. უფლებადამცველების ინფორმაციით დღეს პირველი საათისთვის გეგმება ბრალის ოფიციალურად წარდგენა და სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე. ადვოკატებს ჯერჯერობით არ გადმოსცემიათ საქმის მასალები, თავად დაკავებულები კი დუმილის უფლებას იყენებენ. მერაბ სარალიძე და გიორგი ნეფარიძე დაკავების წუთიდან აცხადებენ შიმშილობას, თუმცა მათი მოთხოვნა არ არის მათი გათავისუფლება, მათი მოთხოვნა რჩება უცვლელი, ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში მაღაროელებთან, მშრომელებთან ყოველგვარი დამატებითი აქტორების მონაწილეობის გარეშე, როგორც შეიძლება იყოს კომპანია ან პროფკავშირი. ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს 4-ვე დაკავებული. გარდა ამისა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს საქმის მასალები. როდესაც საქმის მასალებზე წვემა გვექნება, შემდგომ უფრო ვრცელ სამართლებრივ დასაბუთებას შემოგთავაზებთ, თუ რა მტკიცებულებები არის საქმეში. 4 მაღაროელი სამართალდამცველებმა გუშინ წინ ღამით დააკავეს, ისინი პირდაპირ კარვებიდან დაიყვანეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მაღაროელებმა ქალაქში მსვლელობა გამართეს. დაკავებულებს გამოძიება ჯგუფურად სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მათ შუქრუთის მაღაროს დირექტორის ცემას ედავებიან.